გამარჯობა. დღეს ვამზადებთ დონატებს. როგორც წესი, გულსართიანი და მინანქრიანი დონატები სხვადასხვანაირად მზადდება, თუმცა გადავწყვიტე, რომ ერთი და იგივე ცომით მომემზადებინა ორივე. ამ ცომის რეცეპტს დაგიტოვებთ ვიდეოს აღწერაში. მნიშვნელოვანია, რომ დონატების ცომი ძალიან კარგად ამოფუვდეს. ამოფუვების შემდგომ შეგიძლიათ გააბრტყელოთ და ამოჭრათ შესაბამისი ფორმები. მე ამოვჭერი მრგვალი ფორმები გულსართიანი დონატებისთვის. შემდგომ ამოჭრილი მრგვალი ფორმების ნაწილი კიდევ ერთხელ გავაბრტყელე და ამოვჭერი შუა ნაწილი. ამ ფორმებს გამოვიყენებ მინანქრიანი დონატებისთვის. ამოჭრილი ფორმები კიდევ ერთხელ უნდა დააყოვნოთ ამოფუვებამდე. შემდგომ ტაფაზე მოასხით თქვენთვის სასურველი ზეთი. მე გამოვიყენე სიმინდი ზეთი. დონატების მოსამზადებლად მნიშვნელოვანია, რომ ზეთი გაცხელდეს შესაბამის ტემპერატურამდე. იმისთვის, რომ ზეთის მზაობა შეამოწმოთ, შეგიძლიათ ძალიან მცირე რაოდენობის ფქვილი მოაყაროთ, როგორც კი ფქვილი დაიწყებს შუშხუნს, ჩათვალეთ, რომ ზეთი მზად არის დონატების მოსამზადებლად. გაითვალისწინეთ, რომ ზეთის ტემპერატურიდან გამომდინარე, დონატები ძალიან მალე მზადდება ორივე მხრიდან, ამიტომ იყავით ყურადღებით. რადგან ზეთი ძალიან ცხელია, დონატებთან სამუშაოდ გირჩევთ გამოიყენოთ ხის ან რკინის თქვენთვის სასურველი ჭურჭელი ან ხელსაწყო. როგორც კი დონატების ერთი მხარე მიიღებს მკვეთრ ოქროს ფერს, შეგიძლიათ გადმოატრიალოთ და იგივე გაიმეოროთ მეორე მხრიდან. გულსართიანი დონატების გულსართად შეგიძლიათ გამოიყენოთ მოხარშული კრემი ან ნებისმიერი სხვა სახის კრემი, შეგიძლიათ გამოიყენოთ შოკოლადის კრემი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯემიც. აუცილებელი არ არის, თუმცა ძალიან უხდება შაქრის პუდრა, ამიტომ გირჩევთ, რომ აუცილებლად მოაყაროთ. მინანქრად მე გამოვიყენე შაქრის მინანქარი, რომლის რეცეპტსაც დაგიტოვებთ ვიდეოს აღწერაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე დამდნარი შოკოლადი. ვფიქრობ ძალიან მადი სახელმძროულად გამოიყურება. თქვა რა სიტყვით.